ვარ ლუკა ვეკუა, 11 წლის. სწავლობ სკოლა ლომიში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ცეკვა და პროგრამირება. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ FC გლდანში. იქამდე 1 წელი ვთამაშობდი სანზონაში. FC გლდანში მყავს 2 მწვრთნელი. თენგო სილაგაძე და ლევან გაბუნია. უფრო მხიარულია თენგო მასწავლებელი. ლევანი მასწავლებელი არის უფრო მკაცრი და მომთხოვნი. ისე ორივე კარგი მასწავლებელია და ყველა ბავშვს გვიყვარს. რაც მთავარია, უყვართ ფეხბურთი და ბავშვები. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი ცენტრალურ ნახევარმცველად და შემდეგ გადავედი შეტევაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების მიცემა და გოლის გატანა. ვარ ჩემი გუნდის კაპიტანი და ძალიან მეამაყება. ჩემი აზრით კაპიტანად იმიტომ დამნიშნეს, რომ ყველაზე ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე ვარ. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ძლიერი დარტყმები. გამოსასწორებელი მაქვს პასის სწრაფად მიცემა. FC გლდანი იმიტომ არის კარგი გუნდი, რომ მას აქვს ძალიან დიდი ისტორია. მაგალითად, ყვარაც მან დადიოდა. FC გლდანში ასევე მომწონს, რომ ისინი არიან ერთი დიდი ოჯახი და ყველას კარგად ექცევიან. მიხარია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდინიო და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. უკვე მქონია 100-ზე მეტი შეჯიბრება და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა თამაში პროგრესთან. ჩვენ მოვიგეთ 3-2. მაგ თამაშში გავიტანე 2 გოლი და გავაკეთე 1 ასისტი. და ყველაზე მაგრად მაგ იმ თამაში გამიხარდა, რომ როდესაც 2-2 იყო და ბოლო წამებზე გავიტანე. მე 6 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ დინამო თბილისში, შემდეგ გადავალ იუვენტუსში და კარიერას დავამთავრე ბარსელონაში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 5 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 39 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მათემატიკოსი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები, კარგი მასწავლებლები და კარგად ასწავლიან. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. მათემატიკის 2 მასწავლებელი მიყავს და 1 ვერ ვიტყვი. ეს მასწავლებლები არიან ნინო ბაბუხადია და ნინო თოდუა. ერთმანეთზე კარგებია და ვერცეს გამოვყოფ. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან ბაღი მენატრება. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 4 წელია ვცეკვა ვანსაბ ორნატში. ცეკვა იმ შემთხვევაში ადვილი თუ მოინდომებთ. მაქვს ნიჭი და ყველა ცეკვაში ვარ სოლისტი. თავიდან ჩემთვის ყველაზე რთული იყო ტრიალები და ადვილი იყო მუხლების დაცემა. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ლილეთია ეს. ჩოხა ძალიან მიხდება, მაგრამ ჩემს ხორცელში ჩავიცმო შარვალ კოსტუმს და ვიცეკვება აუცილებლად. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები და ჩემ დას. სახლში ვცხოვრობ მე, დედა ჩემი, მამა ჩემი, ჩემი ძმა და ჩემი და ასევე ბაბუა ჩემი. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია ლაზარე. ის არის ცელქი, ნერვების მომშლელი, მაგრამ საყვარელი. იზაღის ტაიერში კი გამოვალ თუ ფეხბურთელი არ გამოვალ. ჩემი აზრით ლაზარე როდესაც გაიზრდება, გამოვა სპორტის მინისტრი. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ლიზა. ლიზა არის ცელქი, ბუტია, მტირალა და პრანჭია. ის ალბათ გამოვა ექიმი. მამა არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი და უშიშარი. დედა არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კარტოფილიანი ღვეზელი. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გააკეთებს კატლეტს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ სანდროს და ანის. ჩემს ცოლს დავარქმევ ნინოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავხდებოდი ბარსელონას ლეგენდა. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში, იაპონიაში და ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 50-ე საუკუნის პარიზში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად ვიცხოვრებდი ჩემს საუკეთესო მეგობარ ანდრია კოკაშვილთან ერთად. ბედნიერება არის ცეკვა, ფეხბურთის თამაში და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.